ჯანდაცვის სისტემები მთელს მსოფლიოში ერთმანეთისგან ხელმისაწვდომობის, ხარისხისა და ხარჯების მიხედვით განსხვავდება. პლატფორმა ნამბეოს ჯანდაცვის ინდექსის თანახმად, რომელიც სამედიცინო მომსახურების ხარისხს, აღჭურვილობას, პერსონალის პროფესიონალიზმსა და ფასებს, მომხმარებელთა გამოკითხვაზე დაყრდნობით აფასებს, გლობალურად ჯანდაცვის 10 საუკეთესო სისტემა გამოვლინდა. წლევანდელი რეიტინგის სათავეში ტაივანი იმყოფება 87.1 ქულით. მისი წარმატების მთავარი მიზეზი საყოველთაო დაზღვევის ეფექტიანი ერთპალატიანი სახელმწიფო სისტემაა. ტაივანში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ციფრულ ტექნოლოგიებს. თითოეულ მოქალაქეს აქვს სპეციალური smart ბარათი, სადაც მისი სრული სამედიცინო ისტორია ინახება. ეს ექიმებს საშუალებას აძლევთ მომენტალურად ნახონ პაციენტის მონაცემები, რაც შეცდომების რისკს მინიმუმამდე ამცირებს, ხოლო რიგები ქვეყანაში თითქმის არ არსებობს. მეორე ადგილს 82.9 ქულით სამხრეთ კორეა იკავებს. აქ ჯანდაცვა საყოველთაო სახელმწიფო დაზღვევის პრინციპით იმართება, თუმცა სამედიცინო სერვისების მიმწოდებლები ძირითადად კერძო კლინიკები არიან. ქვეყანა ცნობილია უაღრესი ტექნოლოგიებითა და სწრაფი დიაგნოსტიკით. სახელმწიფო რეგულარულ პროფილაქტიკურ შემოწმებებს აფინანსებს, რაც დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას უწყობს ხელს. მესამე ადგილზე ნიდერლანდებია, რომლის ჯანდაცვის ინდექსიც 91.9 ქულას შეადგენს. აქ მოქმედებს უნივერსალური სისტემა, რომელიც სავალდებულო კერძო დაზღვევას ეფუძნება, თუმცა სახელმწიფო მკაცრად არეგულირებს ბაზარს, რათა დაზღვევა ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის. ოჯახის ექიმების სისტემის მთავარი რგოლია. ისინი პაციენტებს პირველად კონსულტაციას უწევენ და საჭიროების შემთხვევაში ვიწრო სპეციალისტებთან ამისამართებენ, რაც სისტემის ეფექტიანობას ზრდის. იაპონია რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს 80.1 ქულით. ქვეყანაში მოქმედებს სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემა, რომელიც თითქმის ყველა მოქალაქეს ფარავს. იაპონელებს აქვთ სრული თავისუფლება, აერჩიონ ნებისმიერი კლინიკა ან ექიმი რეფერალის გარეშე. სახელმწიფო მკაცრად აკონტროლებს პროცედურების ფასებს, რაც სამედიცინო მომსახურებას ხელმისაწვდომს ხდის და ხელს უწყობს ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობის მაღალ მაჩვენებელს. მეხუთე ადგილზე ავსტრიაა 78.9 ქულით. აქ ორდონიანი ჯანდაცვის სისტემა მოქმედებს, სადაც თითქმის ყველა მოქალაქე სარგებლობს ხარისხიანი სახელმწიფო დაზღვევით, ხოლო სურვილის შემთხვევაში დამატებითი კერძო დაზღვევის შეძენაც შეუძლიათ. ავსტრია გამოირჩევა საავადმყოფოების შესანიშნავი ინფრასტრუქტურითა და ექიმების დიდი რაოდენობით, რაც პაციენტების სწრაფ და ეფექტიან მიღებას უზრუნველყოფს. ეკვადორი რეიტინგში მეექვსე ადგილზეა 77.7 ქულით. ქვეყანას აქვს როგორც უფასო სახელმწიფო ჯანდაცვა, ისე სოციალური დაზღვევისა და კერძო კლინიკების განვითარებული ქსელი. ეკვადორი სამხრეთ ამერიკაში ერთ-ერთ წამყვან სამედიცინო ცენტრად იქცა, განსაკუთრებით უცხოელებისთვის, რადგან აქ თანამედროვე კლინიკებში მაღალი დონის მომსახურების მიღება ხელმისაწვდომ ფასად არის შესაძლებელი. 77.6 ქულით მეშვიდე ადგილს ფინეთი იკავებს. ფინური სისტემა დეცენტრალიზებულია და მას ძირითადად ადგილობრივი მუნიციპალიტეტები გადასახადების ხარჯზე მართავენ. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ თუნდაც მცირე დასახლებებში მცხოვრებ ადამიანებს პირველადი ჯანდაცვის სრული ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ. მკურნალობის ხარჯები პაციენტებისთვის მინიმალურია, რადგან სისტემას თითქმის მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს. ტაილანდი მერვე ადგილზეა 77.5 ქულით. ქვეყანამ საყოველთაო ჯანდაცვას ჯერ კიდევ 2002 წელს მიაღწია, რამაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს უფასო სამედიცინო მომსახურებაზე მისცა წვდომა. ამასთანავე ტაილანდი სამედიცინო ტურიზმის ერთ-ერთი გლობალური ლიდერია. ბანგკოკისა და სხვა ქალაქების კერძო კლინიკები უახლესი აპარატურითა და ხელმისაწვდომი ფასებით უამრავ უცხოელ პაციენტს იზიდავენ. მეცხრე ადგილს დანია 77.2 ქულით იკავებს. აქ გადასახადებით დაფინანსებული საყოველთაო სისტემა მოქმედებს, სადაც ყველა მცხოვრებლისთვის პირველადი და სტაციონარული მკურნალობა სრულიად უფასოა. ქვეყანა ასევე მოწინავეა ციფრულ მედიცინაში, რაც მონაცემების სწრაფ გაცვლას უზრუნველყოფს. ამ ათეულს ესპანეთი ხურავს ასევე 77.2 ქულით. ესპანური ჯანდაცვის ეროვნული სისტემა გადასახადებით ფინანსდება და ცნობილია თავისი მაღალი ხელმისაწვდომობითა და პროფილაქტიკური მედიცინის ძლიერი ბაზით. მართალია, გეგმიურ ოპერაციებზე ზოგჯერ რიგებია, მაგრამ საავადმყოფოების ხარისხი და ექიმების პროფესიონალიზმი ესპანეთს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღ ქვეყანად აქცევს.